გაინტერესებს რა გელოდება მომავალში, შენ სურვილებში, მაშინ ჩაუთქვი. თქვი შენი სახელი, დაბადების წელი და კითხე კარდს, რა გელოდება მომავალში. და ვნახოთ. გვიჩვენოს კარტმაპა, რა გელოდება. ამჟამად ცოტა ნერვიულობით დგეხარ. ჩემო კარგო, შეხვედრები გელოდება. პატარა ელდები გელოდება. შესაქმეებზე ლაპარაკი გელოდება. ამოგივიდა ვიღაცა ხანში შესული მამაკაცი, ან უფროსი მამაკაცი, რაღაცა ჯავრით და ავადმყოფობით გიდგას. შენ ადგილის ცვლილება გელოდება. სახლის ჭერი გელოდება, ჩემო კარგო, სურვილი შესრულება ამოგივიდა. მომავალში ვნახოთ რა ხდება. მომავალში, ჩემო კარგო, წარმატების დროშას აფრიალებ. წარმატება, საქმის მოგვარება გელოდება და ხალხმრავლობაში ამოხვედი. სხვათა შორის ხალხთან ერთად გიყურებ. ნახოთ კიდე რა ხდება. პატარა გულის ტკივილებსაც ვხედავ. მოუფრთხილდი განცდებს, დარდებს, ან პატარა ავადმყოფობასაც გაუფრთხილდი. მომავალში პატარა დარდი ან ავადმყოფობა გიჩანს შენ სურვილებში. წარსულში რაღაცა გდომებია, მაგრამ პოსტაში დამდგარ ხარ. ეს პერიოდი, ჩემო კარგო, ამ მოკლე ხანში რაღაცა სიხარული გელოდება და ასევე ამ სიხარულთან ერთად ვიღაცა მამაკაცი ამოგივიდა. ეს მამაკაცი შეიძლება იყოს ბედგამონაცვალი, შავგრემანი, ან შეიძლება იყოს ფორმიანი, ჩემო კარგო. ამ კარტზე შეიძლება ვთქვათ, ნაციხარით შეიძლება იყოს ვიღაცა. სიხარული გელოდება სხვათა შორის. კარგი, კიდე რა გელოდება? როგორც გითხარი, რაღაცა თანხას ვხედავ. საბუთს ან რაღაცა ახალ ამბავს აუცილებლად ელოდე. ადგილის ცვლილებასაც ელოდე, ჩემო კარგო და როგორც გითხარი, მამაკაციდან დიდი სიხარული გელოდება. ამჟამად ცოტა არ იყოს მერყეობ, საეჭოთ დგეხარ, ცოტა განცდებში ხარ, დარდით დგეხარ, შეიძლება პატარა ავადმყოფურათაც იდგე. ორ მამაკაცთან იყავი ფრთხილად, ერთი ცოლიანია, ჩემო კარგო, ერთი უცოლშვილო პიროვნებაა. სხვათა შორის ეს ორივე ან რაღაცა გაბრაზებული გიდგას, ან ჯავრით გიდგას, ან შეიძლება ხმამაღალი ლაპარაკი მოგიწიოს ამ ორ ადამიანთან. კარგი. ნახოთ კიდე რა გელოდება. კაზიონის სახლი ამოგივიდა. შეიძლება რაღაცა დაწესებულება იყოს, მთავრობის საქმე იყოს, შეიძლება სამსახური იყოს, აქ ან საბუთი, ან რაღაცა ახალი ამბავი აუცილებლად გექნება. შენი დარდებიც მიდის, ჩემო კარგო. შენ თვითონ ცოტა მღელვარი ადამიანი ხარ. უცბათირები, უცბად ნერვებზე ადიხარ, ან უცბად შეიძლება იყვირო, ან ინერვიულო, მაგრამ ეს ყველაფერი წაგივა. ჩემო კარგო, სხვათა შორის ვიღაცა ქალბატონი დაგიდგება გვერდზე. დიდი სიხარულით გიდგება, ეს შავგრემანი ქალბატონი იქნება, ან შეიძლება ქრივი ქალბატონი იყოს, დიდი სიხარული და რაღაცა თანხა გიჩანს. ნახოთ კიდე რა გელოდება. გავაგრძელოთ, იქამდე ვიდეოს მოწონება არ დაგავიწყდეს.
სხვათა შორის ახლო მომავალში მზად იყავი. მამაკაცი ამოგივი და ხანში შესული პიროვნება. ხანში შესული შეიძლება 40 წელზე ზემოთ იყოს. აი ესეთი მამაკაციდან ჩემო კარგო ფული გელოდება. რაღაცა ფულს ჩაიგდებს ეს მამაკაცი ხელში და ამით დამშვიდდები. კიდე რა ხდება აქ ნახოთ? დიდი ღმერთის წყალობა გაქვს, მაგრამ ამ პერიოდში ახლა შედი დროშა ჯერჯერობით ეს პერიოდი პუსტაა, ჩემო კარგო, ჯერ არ გამოგდის უცბად რაც შენ გინდა. შორგზიდან რაღაცა ტელეფონის ყურმელი გელოდება, ლაპარაკი საქმიანი გელოდება აუცილებლად და ამ შენ სურვილებში რაც შენ გჭირდება, აუცილებლად მამაკაცი ვიღაცა უნდა დაგიდგეს გვერდზე ფულთან ერთად. აი ესეთი სურვილის შესრულება იქნება შენი. მოუფრთხილდი ჯანმრთელობას, ნერვიულობას. ბევრი გულის ტკივილებისაც ვხედავ ჩემო კარგო. ამჟამად როგორც გითხარი, ამჟამად ჯერჯერობით თუ რამეს ელოდები, ჯერჯერობით შეჩერებულია ეგ შენი სურვილები. დრო გჭირდება. ახლა დროებით გემშვიდობებით ნახვამდის.